მაშინ ცოტა უფრო გლობალურ საკითხებში ვახოთ ევროსაბჭოში გაწევრიანებას და ექსორსის ტერმინალის გაცხრა და ასე შემდეგ. ევროსაბჭო საქართველოს ჩემი აზრით არაფერს არ მიცემს. დღეს თუ გვაქვს ჩვენ თურქული ნაწარმი, რომელიც თურქეთში არ იყიდება, და თურქეთზე დამოკიდებულია და თურქეთის ეკონომიკა გაზარდა ქართულმა ბაზარმა, 5 მილიონი კაცი ჭამს, სვამს იმას, რაც არ ჭამს და არ სვამს თურქი, თათარი, ამას ჩვენ ყველაფერს ვყიდულობთ. ასე რომ მალე მაგვიწევს ის დაბრაკული საქონლის ჭამა იმ ხორცის, რომელიც არჩევა ინგლისში და არჩევა იტალიაში, ისმევა ჩვენთან და ჩვენ გვაჭვევენ ალბათ იმას. ევროსაბჭო არაფერი არ არის. ევროსაბჭო არის ბორანის გახსნა ეს რაღაც კარგია ჩემი აზრით, ტერმინალს ჯობდა იქ აეშენებინათ იქ კაი ქვიშა, აეშენებინათ სანატორიუმი, რომელიც დაასაქმებდა უფრო მეტ ხალხს, ვიდრე დღეს ასაქმებს ტერმინალი. მაგრამ რადგან ააშენებს, მე არ მგონია რომ დღეს ჩვენ ქართველებს, ჩვენ მუშა მოსამსახურეებს აქვს იმდენი კულტურა მუშაობის, რომ იქ არ დაევრღება ნავთობი და არ გააბინძურებს ზღვას და იმ ადგილს, სადაც ტერმინალი ააშენეს. ეს ყველაფერს ატყუილებს შევარდნაძე, იქ იმდენი თანხა კი არ არის ჩადებული, როგორც ისინი ამბობენ. ეს იყო ძველი ნავთსადენი, რომელიც ააშენა რუსეთმა მეფის დროს და ეგერ-აგერ გაარემონტეს და ხალხი მოატყუილეს გავაშენეთ. არც ერთმა დიდმა კომპანიამ ჯერჯერობით საქართველოში არ შეიკრიბა